მოგესალმებით, ვესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ ძალიან მარტივი სურათი გვაქვს, აპატიმრებენ ყველა პროდასავლურ ქართველს, და არ უნდა ვფიქროს, რომ მარტო ოპოზიციას აპატიმრებენ, არა, პოლიტიკურ აზრს აპატიმრებენ, პროდასავლურობას აპატიმრებენ. უბრალოდ ეხლა პირველი გამოხატულება არის ეს კონკრეტული ლიდერები იმ წამყვანი პოლიტიკური ძალებისა, რომელიც იცავენ ღიად ისტორიულად და ტრადიციულად საქართველოს დასავლურ და ეროვნულ კურსს, მაგრამ ეს თუ ეს არ დავასრულეთ, შეეხება აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ისევ და ისევ ბადრი ჯაფარიძე კი არ არის მაგალითისთვის ან მამუკა ხაზარაძე ან სურა ჯაფარიძე კონკრეტული ისინი ეხლა არიან ყველა სხვაც და სრულიად დასავლური პოლიტიკური აზრი არის სამიზნე, იმიტომ ეს აზრი უნდა იქნას დატყვევებული. ეს არის ბორენკა ივანიშვილის ერთ-ერთი ამოცანა. ამიტომაც ბორენკას სურვილია, რომ საერთოდ გააქროს ეს მთელი ამბავი და რეალურად ვინ აკეთებს ამას აკეთებს სუკის აგენტები, როგორც არის ეს ამორალური არსება ნანა კაკაბაძე, რომელიც ახსენებს გვარებს და სახელებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ისინი ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი, ესეც სახელებს და გვარებს ვისაც ბრალი არ აქვს წარდგენილი, მაგრამ ნახსენებია ეს ადამიანები ღიად იცავენ, ვიცავთ, მეც მაქვს პატივი რომ ახსენებდეს ამ საქმეში, ვიცავთ იმას, რასაც დავიცავთ ბოლომდე, აქვე ვეთქვი ამორალურ უზნეო არსებას, რომელიც 35 წელია ცნობილია საკუთარი უზნეობით, 35 წელია ცნობილია სუკის აგენტობით, 35 წელია ცნობილია პუჩისტობით და ცნობილია, იმიტომ ყოველთვის იყო ესეთი ამაზრზენი ამორალური არსება ვიმეორებ და არა რაღაცა ქალი და ადამიანი და მოქალაქე, ეს არის ამაზრზენი ამორალური არსება, რაც ის დღეს არის და ეხლა რაც ირაკლი კუპრაძემ გუშინ გამოიტანა სააშკარაოსე, ხო? რაც თქვენ გამოიკითხეთ. აი ეს არის კლასიკური გამოხატულება იმისა, რასაც წარმოადგენს ნანა კაკაბაძე და აი ეს ისტორიის ის ფაზა, რომელიც ვერ დამთავრდა ამ ქვეყანაში და რომელსაც დღეს კაკაბაძე, გიორგობიანი, ეს ნიკოლაიშვილი და სხვა მსგავსი აბსოლუტურად ამორალური არსებები განასახიერებენ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის სუკის რაღაც როგორ ვთქვათ სპეცოპერაცია და სპექტაკლი. ისინი ღიად არიან იმ ხაზის, იმ პოლიტიკური ენერგიის და იმ სურვილების და მართლაც ოცნებების თქვენ თქმის არ იყოს გამტარი, რაც რუსეთს ქონდა ტრადიციულად. ამიტომ ძალიან მარტივია რუსეთი გვასამართლებს ქართველების ხელით, ეგრეთ წოდებული ქართველების ხელით. და ეს ჯაჭვია, ბატონო გრიგოლ, აი ნახეთ ჩვენ დასკვნა ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისიის დასკვნა, ხომ, სადაც ის ჩაწერეს, რაც მერე ოკუპანტებმა გადმოაშიარეს და აგერ დასკვნაში წერენ თავად ქართველებიო ამბობდნენ. ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა, ისტორიის გადაწერის რუსული ვერსია ქართულად. ფაქტობრივად ვადევნებთ თუ არა ჩვენ ახლა ამას თვალყურს და ამას როგორ უნდა დაუპირისპირდეთ საზოგადოება, აი მაგალითად გია ხუხაშვილიც ყავდა და პოლიტიკურ აქტივობას უწუნებს, ასე ვთქვათ, ხალხთან კავშირს, პოლიტიკურ სპექტრს. მე მესმის რომ ძალიან რთულ ვითარებაში უწევს ოპერირება პოლიტიკურ სპექტრს დღეს და ვერ ვიტყვით რომ მსხვერპლი რომელიც მათი მხრიდან გაღებულია არასაკმარისია და ისინი არიან ციხეში და წლობით წასულები აბსოლუტურად უსამართლოდ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დაზიანებული. ამის გამო არა მარტო პოლიტიკოსების სინდისის პატიმრები, ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი და ასე შემდგომ, რომელმაც მხედველობა დაკარგა და ფასი ძალიან მაღალია ამის, მაგრამ არავინ არ ჟის ვინმეს აი ამ რაღაცის არ გაღების გამო ეს გაღებულია ეს ფასი, მაგრამ არასაკმარისია პროცესის შედეგის ცვლილებისთვის. ამიტომ ის ჩქარობს ივანიშვილი, ხომ? აი აგვისტოს ბოლო ზურამ თქვა დღეს რამდენიმე დღის წინ, რომ აგვისტოს ბოლოა მისი აზრით ათვლის წერტილი, როცა ძალიან ცხადი იქნება, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციის ლიდერები ან იქნებიან ქვეყნის გარეთ, ან იქნებიან ციხეში. და ამ შემთხვევაში რა არის მოსაფიქრებელი სწრაფად? ხო, დავიწყებ იმით, რომ ბატონ გიას ბევრ მოსაზრებას ძალიან პატივსემ და ვიზიარებ კიდევაც, მათ შორის ახაც როგორც ვთქვი დღესაც ძალიან ბევრი ჩემი აზრით ძალიან სწორი მოსაზრება თქვა, თუმცა ვერ დავეთანხმები ხალხთან კავშირის ნაწილში, ყოველ შემთხვევაში ლელოს პერსპექტივიდან ვერ დავეთანხმები. სხვა კოლეგებზე გულწრფელად ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი სად დადიან, ამდენს დადიან. თუმცა მინდა ბევრი არ უნდა წარმატებას უსვებ, მაგრამ მე შევიძლია ბატონ გიასაც და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აბსოლუტურად ყველას ვინ შემეხმება სრული ნუსხა გავაცნო, აი მარტო წელს თუნდაც მაგალითისთვის ლელო ძლიერი საქართველოს რამდენ წერტილში იყო უკვე და პრაქტიკულად დღე არ გადის, რომ ჩვენი რომელიღაც ლიდერი არ იყოს კამპანიაში ჩართული. მან თქვა რომ საკუთარ აქტივს ხდებიან. არა, არ ხდებით საკუთარ აქტივს, მე შეგვიძლია გითხრათ, რომ 6 არჩევნები მაქვს ჩატარებული, ხო? 6 არჩევნები მაქვს გავლილი ამ ქვეყანაში, ამ ბოლო 6 წელში და არასოდეს ჩემს აქტივთან შეხვედრებით არ დავინტერესებულო და არ ვიცი ეს მოსაზრება საიდან მოდის საერთოდ. ეს გასაგებია, ჩვენ არ მოგავართავ და ცალკეულად, მაგრამ მე მაგალითად კარგად
ლაპარაკს ვაკეთებ აბსოლუტურად ბრმად და პირდაპირ, ხო? მივდივარ ყველასთან, აბსოლუტურად. რომელთა შორის ურევია, ხოციც, ნაციც, ახალიც, ძველიც, ლელოც და სხვაც. ყველასთან მივდივარ და არ ვიცი ბუნებრივია სად მივდივარ, იმიტომ რომ ეგეთი კამპანიის წამს, ამიტომ ვერაფერს ვერ მივიღებ შენიშვნას, ვერასოდეს, თუმცა სწორი შენიშვნა აქვე ვიტყვი, შენიშვნის მიღებასთან არ მაქვს პრობლემა, ნამდვილად, არც მე და არც ჩემს გუნდს, პირიქით, ძალიან ბევრი რამეა საკრიტიკო, ქართულ ოპოზიციაში დღეს. ძალიან ასე დავსვათ ეს კითხვა და აი რაც არ არის კრიტიკის საგანი, მე ვფიქრობ ის არ უნდა იყოს. ბატონო, რასაც აკეთებთ, მაინც არ არის საკმარისი, ბატონო გრიგორ. ესე იქნება სტერეოტიპები, რომ აი ეს ოპოზიციები დადიან ბრიუსელში და ბერლინში, ხშირად გამიგია 24-ის გამიგია. აი 2024 წელს გეტყვით, მე პირადად ვიკამპანიე 158 წერტილში, ესე იგი მარტო შიდა ქართლის კამპანიის დროს. გარდა იმისა, რომ ვიყავი ბრიუსელშიც ვიყავი, ბერლინშიც ვიყავი, საგარეო პოლიტიკურ ინტენსივსაც ვიცავდი რაც ჩემი საქმეობა და ვალდებულება, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ კასპის პრაქტიკულად ყველა სოფელი ფეხით შემოვიარე. გორის უმეტესი სოფელი თვალსაზრისით, ამან მაინც არ იმუშავა საბოლოო ჯამში. დაქვე ვიტყვი მე თვითონ ეხლა, როგორც არავინ არ თქოს ამას არ აკეთებს ოპოზიცია, ამას აკეთებს ოპოზიცია. მეტი უნდა ვაკეთოთ კი, რა თქმა უნდა. რამე სხვა ხომ არ უნდა აკეთოთ? აი ეს ვიკითხე მე, ბატონო გრიგორ. თორე მე გაგვიშუქებია ჩვენ ხედავთ რომ დადიხართ რეგიონებში ხვდებით, ალბათ არა თქვენ მხარდამჭერებსაც ბუნებრივია. გაშუქების გარეშეც, მაგრამ შედეგობრივად რომ შევხედოთ, ხომ? ეს კაცი მიყვება ამ თავის გზას სწრაფი ნაბიჯებით და შედეგი ის რომ ეს შეაჩეროს კრიტიკულმა საზოგადოებამ არ დგება. ამიტომ ვიკითხე მე რომ ცოტა დრო აქვს დარჩენილი, შესაძლოა კიდევ უფრო მოჭერის ფაზამდე კრიტიკულ საზოგადოებას ამ ქვეყანას ზოგადად და ეს ევროპული პერსპექტივაც ხანგრძლივად გახსნილი ხომ არ იქნება ეს კონკრეტულ დროშია გახსნილი. ამიტომ ეჩქარება ამ საზოგადოებას და ამ თვალსაზრისით რამე ხომ არ არის მოსაფიქრებელი ახალ. ხო, მე ვფიქრობ, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ვართ ავტოკრატიაში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არ ჭირდება. ფორმულებს გამორიცხავს, ზაფორმულებს, კი ბატონო. გამორიცხავს ზაფორმულებს, მაგრამ ამავე დროს ავტოკრატიას გააჩნია საკუთარი ტემპი, ხო? მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ამავე დროს რუსული ტექნოლოგია, ხო, პოლიტიკური. ძალიან კარგად ზუსტად რეები უნდა გააკეთებინონ რეჟიმს. აი წიაღწევ შემთხვევაში ხა ეს წერა-კითხვის უსოდინარი ხეპრეები, ხო, რომელიც პარლამენტში შეხედან, ჯერ ჰაბიტუსს შეხედავ, ხო, ხა ადამიანის სახით არ უჩვენებ ჯვარიმწერია და ფიზიონომიით, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა გვეპატიება მე მგონი, ხო, აი რომ გადახედავ აი ამ ადამიანებს, ვინც იქ შეხედან პარლამენტარები რომ უწოდეს საკუთარ თავს, შოკი დაგეუფლება, ხო, შეგზარავს, რომ ამ ადამიანებს ავალიათ დღეს, თუნდაც ფორმალურად, ჩვენი ჯანდაცვა, უსაფრთხოება, თავდაცვა და სხვა ის სიკეთები, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები, რასაც პარლამენტი ეწევა, რომელსაც ბოლოს ომის გამოცხადება შეუძლია, ხო და ძალიან დიდი ფუნქციები აქვს პარლამენტს, ხო, კანონს ქვის, რომლითაც ჩვენ ცხოვრობთ. და აი რო შეხედავ აი ამ ჰაბიტუსს, რო წაიკითხავ მათ, ესე იგი, ბიოგრაფიებს, რო შეხედავ კორუფციის მასშტაბს, რო შეხედავ საერთოდ რა კატეგორიის ხალხის ისიც კი არ იციან, რომ არ შეიძლება საღეჭირესის ღეჭვა კომიტეტის წაყვანის დროს. აი ესეთი ხალხის ის, ხო, მართლა შორს ვარ წავიდეთ, ხო? ეგრე იყოს ერთადერთი პრობლემა, მაგრამ ნახეთ, ამათ ხო რეალურად არავალიათ არაფერი, ამათ ფასადი უნდა შექმნან. ანუ ესენი შოუსთვის არიან, რომ იქ ვითომ პარლამენტი შედგა, ხო? და შეხედან იმის, რომ რაღაცას დააჭირონ ხელი და წაიღონ ის 14000 ლარი ხელფასი და კიდევ უფრო ბევრად უფრო მეტი კორუმპირებულთ. ეს არის და ეს. მაგრამ ამათ უკან დგას რუსული პოლიტიკური ტექნოლოგია. ამიტომაც მე მესმის ძალიან დიდი სიძნელეების, მე მგონია რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ოპოზიციას, გვაქვს, სხვაზე არ ვლაპარაკობ, ყველას ერთად გვაქვს, შევა სხვადასხვა, მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენი წილის საფიქრელი და გამოსასწორებელი. მე მესმის ისიც, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ამ შეცდომების ნაწილზე მე მისაუბრია მათ შორის. თქვენს ეთერში არაერთხელ ძალიან ღიად, ეხლა აღარ შევალ ამის ანალიზში, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით მე რას მივიჩნევ შეცდომებად, კრიტიკულ შეცდომებად ოპოზიციამ დაუშვა, მათ შორის ამ ბოლო წელიწადახევის განმავლობაში, მაგრამ ამავე დროს ვიტყვი, რომ ოპოზიციონერი საერთოდ არ უნდა დავინახოთ როგორც რაღაცა გლადიატორი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვალდებულება არის, რა თქმა უნდა, იკამპანიოს, რა თქმა უნდა, მიაღწიოს არჩევნებს და იბრძოლოს მასში გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა, შექმნას არჩევა მეტი ახალი ამომრჩეველი, ეს არის პოლიტიკოსის საქმე და ჩვენ ზუსტად ამიტომ მაგრამ მას ვერ მოთხოვ თავგაწირვას? არა, მას როგორ არ მოთხოვ და ყველა ვინც დღეს ქართულ პოლიტიკაშია, ყველამ გაწირა თავი. რამე ნორმალური ხდება ჩვენს თავს. მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს აბსოლუტურად გაწირული ყველაფერი. ამიტომ ყოველი დღე ისეთია ქართულ პოლიტიკაში, არ იცი, საერთოდ აი დილით რო გადიხარ სახლიდან, ნამდვილად, დაგეთანხმე, ნამდვილად. მაგრამ არის თუ არა ეს პოლიტიკოსის პერსონალური არჩევანი საბოლოო ჯამში, რა არჩევანის წინაშეც ივანიშვილმა და ის არ არის გამონაკლისი ავტოკრატია, აყენებს ხოლმე
ლიდერს და ასეთი მომენტია ახლა, ხო? ივანიშვილი აყენებს ყველა პოლიტიკურ ლიდერს ამარჩევნების წინაშე, წავიდეს თუ დარჩეს და ჩაჯდეს ციხეში. თქვენ საერთოდ ივანიშვილი შეფასდება ასე დააყენოს, მაგრამ ჩვენ არ უყურებთ ასე. ჩვენ არ უყურებთ ამას იმითი თუ წახვალ თუ დარჩები. ჩვენ ვუყურებთ ამას იმით თუ რას გააკეთებ. რამდენად შეძებ რომ ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლო რაციონალურად, იმიტომ პოლიტიკოსის ვალდებულება და ჩვენ სულ გვინდა რომ ამას ხაზი გავუსვათ. როგორც ჩვენ ლელოში წარმოგვიდგენია, ხო? და რითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ პოლიტიკოსის ვალდებულება არის ადამიანებს, მოსახლეობას, ამომრჩეველს მისცეს წარუდგინოს ბრძოლის რაციონალური გზა. რაც შევა რაციონალური, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ხდება, არის ირაციონალური და არის ავტოკრატიული, ხო? რაციონალური და ნორმალური არაფერი არის ჩვენს ირგვლივ, ხო? ამ მომენტში, მაგრამ ჩვენი ვალდებულება არის რომ აი ამ ჯოჯოხეთურ ქაოსში რაც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა მიზან მიმართულად და ესეც არის რუსული ტექნიკა რომელიც აბნევს, ქსახსავს, თიშავს ეს ძალიან რუსული გზა არის ხო პოლიტიკურად სიარულის ჩვენი ამოცანა არის რომ რაც უნდა რთული იყოს აი ამ ჯოჯოხეთურ უკუნეთში პოლიტიკურად რაც შექმნა ივანიშვილმა ჩვენ შევქმნათ დავსახოთ და რაც ჩვენ მეტ ადამიანს ვაჩვენოთ და მიუტანოთ მათ შორის დიახ სახში მისვლით არა მარტო მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით არამედ სახში მისვლითაც ყველგან რაციონალური გზა ბრძოლის. კი, ვიდრე თქვენამდეც მოვლენ, ბატონო გრიგოლ, ხომ? ნახეთ ახლა თუ ხო, მოვლენ, იმიტომ რომ პირველი რიგის ამოცანა აქვს, აი ზუსტად. სხვასთან გავაგზავნე, ეს აი ამიტომ ამ ფაზაზე დავკონკრეტ. ნამდვილად. უბრალოდ ხის წინ ახსენეთ, თუ სად მახსოვს ბატონ გიესთან საუბრისას, ყველა სხვა დაიჭერნო. და მისი პასუხიც იყო ყველას კი, შევა თვითონ უნდა ყველას დაიჭერო. შეიძლება ივანიშვილი მიუშვა, ივანიშვილი მართლა ყველას დაიჭერს, რომ შეეძლოს 3 მილიონი ქართული ჩასვლა ციხეში. ვერ დავეტევით მის და საუბედურად. მაგრამ აი ამასობაში მოხდება ის რომ თვითონ წაბზანდება ქართველი ერისმე. აი ეს არის ზუსტად მომენტი, რომელსაც ვერაცნობიერებს ხოლმე ავტოკრატი, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე აქვს ღელვები. ეხა იფიქროს ვურჩევ რუსასხილოდ აქედან ვურჩევ, იფიქროს ეხლავე სად უნდა რომ საკუთარ ღმერთფარს წელი მისცეს, როგორც ჩვენ მოგვეშვას და დაგვანებას თავი გადაშენდეს და მე 100 წელი იცოცხლოს, თუნდა 200 იცოცხლოს, მაგრამ ეხლავე კარგად იფიქროს პატივცემულმა ივანიშვილმა, აი დღეს კარგად იფიქროს, სად უნდა რომ დაასრულოს როცა ღმერთი ინებებს საკუთარი სიცოცხლე. ამ ეტაპზე დავბრუნდეთ. თუ არ უნდა რომ გააშენოს და ამ გადაწყვეტილებას იღებს დღეს. მე კი არა, ჩემი გადაწყვეტილება არის ჩვენი ცით რა შეფასებაში გეთანხმებით რომ ავტოკრატია დასრულდება. უბრალოდ ეს დროის მომენტია, არავინ იცის წინასწარ რა დროსა და რა მომენტში ამაში გეთანხმებით რომ ავტოკრატიას ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ გაამყარებს სამუდამოდ, მაგრამ ეს ხანგრძლივობა დროის რა თქმა უნდა ვარაუდის თემა. ამიტომ ამ მომენტში როცა ჩვენ ვართ, აგვისტოს ბოლოს სრულდება ეს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე. ზურა ჯაფარიძემ ძალიან ღია თქვა ამას, იმიტომ ვიმეორებ რომ ის ლიდერთაგან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინ ძალიან ცხადად თქვა რომ ივანიშვილი ცდილობს რომ ან საზღვარგარეთ გაუშვას ეს ხალხი, აიძულოს რომ წავიდეს, ან არჩევანი არის აქ ციხე. თვითონ ზურამ თქვა რომ ის არაპირებს წასვლას, ეს მისი არჩევანია. ბადრი ჯაფარიძეს ვხედავთ ყოველ პროცესზე, მამუკა ხაზარაძე არ არის ქვეყანაში. ამიტომ ვხედავთ რომ ბადრი ჯაფარიძე არის ქვეყანაში. ეს მათი პერსონალური არჩევანია ამ ეტაპზე თუ ეს პარტიის ლიდერშიპში შეთანხმებულია, ვინ რა პოზიციიდან იბრძოლებს, როგორც თქვენ ამბობთ, პარტიის სტრატეგიის მიხედვით. და ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, აი თუნდაც ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში მიღებულია? ნახეთ, მიღებულია ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც არ შეცვლის არაფერი და ხშირად კითხულობენ ხოლმე საზოგადოება იმსახურებს იცოდებს თქვათ ესა თუ ის პარტია რას აპირებს. აი პირდაპირ ვეუბნები საზოგადოებას და ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ძალიან დიდი ხანია. ლელო ძლიერი საქართველო იბრძოლებს ბოლომდე აბსოლუტურად ყოველგვარი უკანდახევის გარეშე მილიმეტრი უკანდახევა არ იქნება. ეს იქნება ბრძოლა ამ ქვეყნის შიგნითაც, ბრძოლა ამ ქვეყნის გარეთაც, იმავე დემოკრატიული ეროვნული ინტერესისთვის. ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა და იქნება ბრძოლა ბოლომდე. მე არ ვიცი ახლა მართლა თუ უნდა ივანიშვილს მოვიდეს და ყველა დაგვიჭიროს, ან აგუძალოს 1000 გვარი რაღაცა მანიაკალური ვერსიები და თეორიები. დაიჭიროს ლიდერები და პარტიები აკრძალოს, ეს გეგმა. ვინც იქნება სულს არ გავახარებ, პირდაპირ ვიტყვი და არ ვეტყვი, მართლა პირდაპირ გეტყვი და არ შევატყობინებთ, ვინც იქნება და როდის იქნება, ამას ვერ ეგრესებიან ჩვენგან, მაგრამ იმას, რაც ქართულმა ხალხმა ჩვენგან უნდა იცოდეს და ჩვენი ვალდებულება, ეს კომფორტი კი არა, მხოლოდ ჩვენი ვალდებულება მათ ეს უთხრათ. ამას ვეტყვი, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ბოლომდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, რაც არ უნდა რთული იყოს და კი, არის ძალიან რთული. არასდროს პოლიტიკური ბრძოლა ამ ქვეყანაში არ ყოფილა მარტივი, არასდროს არ ყოფილა ასეთი ცუდი ვითარებაც,
მეორე მხრივ, მაგრამ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ხალხი არის რეალურად ცვლილების მხარეს, თუმცა რა თქმა უნდა რეჟიმი ცდილობს ეს ხალხი შეაშინოს, დაახსაქსოს, გააქციოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ როგორ ვთქვათ, დამდგუნველ უმრავლესობას, რასაც წარმოადგენს ქართველი ხალხი დღეს, ვერავინ ვერ მოერევა, ვერც ციხეში ვერ ჩასვამს და ვერც რაღაცა манипуляციური ხრიკით ვერაფერს ვერ უზამს. ამიტომ ხშირად უნდა ვიცაუბროთ გონი სიმყიფეზე ივანიშვილის რეჟიმის, ხომ? ის ჩანს რომ თითქოს მის ხელთ არის ბერკეტი, ხომ? რომ ყველასფერს აკონტროლებს, ციხე მის ხელშია, სასამართლო მის ხელშია, პროკურატურა მის ხელშია, სსს მის ხელშია, შსს მის ხელშია, მოწმეება დაატარებს პოლიციას, რასაც უნდა ათქმევინებს ნეიტრალურ საქართველოს, მოაკვლევინებს საჯარო განცხადებებს, მოიკვლევენ ეს ხალხი და ეს საბოტაჟიაო იტყვის, რასაც უნდა არის მარტივია, ხო? მაგრამ აგერ ხედავთ რომ მისი დაცვის წევრების გარბიან ამ ქვეყნიდან თურმე, ხომ? და მათი ყოფილი მაღალჩინოსნები აბსოლუტურად. ეს შეფნა ვახსოვოთ ჩემს ხალხოსობა, აბსოლუტურად გათხოვებით, იმიტომ ძალიან მარტივი ადამიანმა იფიქროს, რომ აი ეს რეჟიმი არის ძალიან ძლიერი და ამათ რა დაასრულებს. და სიამოვნებაში და მარტივად რუტინაში რაღაცებს რუტინულად მივყვებით, ხო ასე ვთქვათ, არა? მაგრამ თუ წამით გავაკეთებთ აი zoom out-ს და ცოტა გვერდიდან შევხედავთ, ცოტა ფართოდ. შევხედავთ, დავინახავთ სულ ცხოვრამეს. ამ რეჟიმს არ უჭერს საკუთარი ხალხი მხარს, ეს ერთი და თუ უჭერს ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, რა გახდა, რა ვიცი, ჩაატარა თუ არ ეშინიათ არაფერი, რატო დადებენ არჩევნებს? თუ არ ეშინიათ არაფერს, რატომ არ ხსნიან ამ ესე იგი ქვითრებს, ხო? 24-ის არჩევნების ქვითრებს. დაპატიმრებული რო ყავთ. რა თქმა უნდა, დაპატიმრებული აპარატები. გახსნან, აბა ეს ქვითრები და ერთად ნახოთ ყველამ კაცო, ეგება მოგვიგეს 24-ში. მე არ მეშინია გახსნის. თუ ვიცი რაც დავხვდება. პროკურატურამ წაიღო და დაყადაღებული. გაიმარჯვა ერთად, ხო, სხვადასხვა ძალების კოალიცია შეიკრებოდა ძალიან კაფიო უმრავლესობით. შევა ძალიან დიდი და არა, მაგრამ და ვინც მოუგეთ ახლა იმად გჯით ეს კაცი. რა თქმა უნდა, აბა რა, ეს არის რუსული ლოგიკა, ხო, ვითომ მოიგო და ახლა გჯით ჩვენ, მაგრამ არა, ეს პირველად არ არის ამ ქვეყანაში, ამასაც გაეცემა საკათეისი პასუხი, მაგრამ ნახეთ, მას არ უჭერს ხარს, თქვენს კითხვაზე დაუბრუნდე, საკუთარი ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება, არც ერთი ნორმალური ცივილიზებული მხარე მას არ უჭერს ხარს. შესაბამისად, რაში გამოიხატება ამ რეჟიმის ძალა, გარდა იმისა, რომ არიან ბიუჯეტს წურბელები მომჟდარი, ანუ ჩემს და თქვენს ფულს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ, ამ საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ რუსულ ჰიბრიდულ ომში და გარდა იმისა, რომ ყავთ ძალოვანი უწყებები, რომელიც ნახევარიც არ არის მათი ამორჩეული, ნახევარზე მეტი თუ არა კიდევ, ხო? ანუ ერთი პატარა გარდამტეხი მომენტი უნდა მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას, რომ ისე გაუვარდეთ აი ეს უტიფრობა და მავნებლობა, რაც ჩაიდინეს ამერის წინააღმდეგ, როგორც არაფერი, რაც აქამდე ყოფილა ამ ქვეყანაში და რაც უფრო გაჭიმავ, ხო, ამ ზამბარას რა ხდება ბოლოს, ხო, კარგად იცის, ხო? გაწყდება და მოხდება ძალიან ცოტა. ბიძინა ივანიშვილმა ეს გააკეთა, მას არ ესმის. და არც რომ ზამბარა ისე დაჭიმა, რომ შესაძლოა მას მოხვდეს სახეში და ჰქონდა შანსი, უცბად ვთქვი, მას ჰქონდა შანსი. კიდევ აი ჯერ კიდევ ბოლო წლებშიც კი ჰქონდა შანსი, რომ ისე გაეკეთებინა რაღაცები, მათ შორის საკუთარი ტყავის გადასარჩენა, ჩემთვის კი არ მომობდა თქვენთვის და ამ ქვეყნისთვის არა, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ხო? ეს შანსიც გაუშვა მან. ის რეალურად მარხავს საკუთარ თავს ყველა შემდეგ დღეს, ოღონდ ეს არ ესმის თვითონ და არც მრჩეველი არ ყავს და ვინცაც შეება ესმოდეს თეორიულად ისინი ვერ იღებენ როგორც ჩანს ხმას. ან უბრალოდ არ აწყობთ ეს კომფორტი უბრალოდ სიტყვა მარხავს ახსენეთ პოლიტიკური სამარხს გულისხმობთ ბუნებრივია და ძალიან სიმბოლურია სად დადის მისი პრეზიდენტი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ან თეირანში ან დოხაში ზედაც სამძიმრებსა და დაკრძალვებზე. გვირგვინებით დარბის აქეთ იქით. კი ბატონო.